მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება აპირებს ურთიერთობის განვითარებას და რა ცვლილებებს შეიტანს მასში. დღეს ერთპოზიციანი გაშლა გავაკეთოთ. ეს გაშლა არის მათთვის, ვისაც გიყვართ ესეთი ერთპოზიციანი გაშლების ყურება. თუ თქვენზე რეზონირდა ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, თუ დღევანდელი საჯარო თემა გაშლა თქვენზე არ რეზონირდა, დაელოდეთ ჩემი შემდეგი ვიდეოს ჩაწერას, რა თქმა უნდა, იგივე საკითხზე. აი შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს ინფორმაციის რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ. პირადი კონსულტაციისთვის ან ტარო შესწავლით კურსებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში. Facebook-ის ლინკი იქნება დატოვებული ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. ჩაიფიქრეთ ეს პიროვნება, ვისაც დღეს გვინდა რომ ტარომ პასუხები გაგვცეს. შეგიძლიათ მისი სახელიც თქვათ და ვნახოთ. აპირებს თუ არა, პირველ რიგში ვნახოთ ეს. აპირებს თუ არა ეს პიროვნება ურთიერთობის განვითარებას. საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ყავს აქ, მაგრამ მე ამ ჭკუას, ამ გონებას ვხედავ, რომ ძალიან კარგად იყენებს სათავისოდ. რას ნიშნავს ახლა ეს? მოდის აქ ესეთი ინფორმაცია, რომ ეს არის ურთიერთობის ტიპი, როდესაც ადამიანი თქვენს გაშვებას და ურთიერთობიდან წასვლას არც გეგმავს და არც მოიაზრებს, უნდა რომ ის გვერდით იყოთ, მის ცხოვრებაში არსებობდეთ, აქ არის რაღაც ინიციატივები, სიტყვები უფრო იცით, მისგან მოდის დამაჯერებელი სიტყვები, დაპირებები, მაგრამ ქმედებებში ვხედავ მუდმივად მომავლისკენ გადადებას. დღეს არ შემიძლია ხვალ, ან მოვა ამის დრო იქნება ასე. რაღაც დაპირებები. შეიძლება ეს არ იყოს დაპირება, მაგრამ მისი დამოკიდებულება გაფიქრებინებდეთ, რომ სამომავლო თვითონვე შეცვლის რაღაც განწყობას ან ურთიერთობის განვითარებას აუცილებლად სიტყვების მაგივრად უკვე ქმედებებს მოაყოლებს. აქ მოდის ინფორმაცია ასეთი, რომ ამ პიროვნებას მუდმივად აქვს იმის სურვილი, რომ მის ცხოვრებაში არსებობდეთ, ამ პიროვნებას თქვენი მისამართით აქვს ძალიან დიდი ლტოლვა, ვნება, ძალიან იზიდავთ ამ ადამიანს, მაგრამ აქ მოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და დეტალი, როდესაც ურთიერთობაში უკვე ძალიან დიდი ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ ხდება და რაღაც გაყინულ მკვდარ ზონაში ხართ. შეიძლება სტაბილურად შენარჩუნებული ვნება არის თქვენ შორის, მაგრამ სტატუსით ან უფრო ურთიერთობის გაღრმავებით თქვენი კავშირი არ შემოიფარგლება და აღარ მიდის რაღაც გაჩერებული სიტუაციიდან წინ. ურთიერთობის განვითარების სურვილები. აქ არ ვიცი რატომ ამოვიდა ეს არკანი, ეს არის მოხერხებულობა გონების, ხომ? მიხვდებით, რომ აქ პიროვნება რაღაცას თავის სასარგებლოდ წყვეტს, თავის სასარგებლოდ გეგმავს და ჯერჯერობით, რადგან ეს არკანი ამოვიდა, ეს იმას მიგვანიშნებს, რომ მას ესეთი სიტუაცია უფრო აწყობს, ვიდრე ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანა. დაპირებები თუ არ არის მისი მხრიდან ესეთი, შეიძლება რაღაც ქმედებებით და ესეთი ინიციატივებით ან ყურადღებით ფიქრობთ, რომ რაღაც ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ნახოთ აბა რას გვეტყვის კიდევ ტარო. თქვენ საკმაოდ დიდი მოლოდინები და მიჯაჭვულობები ჩამოგიყალიბდათ უკვე ამ პიროვნების მიმართ. შეიძლება უკვე ცადეთ რაღაც სიტუაციის გარკვევა ან ამ სიტუაციის შეცვლა ან მოთხოვნა ულტიმატუმის წამოაყენეთ ზოგიერთმა თქვენთაგანმა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს თუ არა და წავალ, მაგრამ თქვენ ხვდებით, რომ როდესაც ამ პიროვნებას მიატოვებთ ან მასთან კომუნიკაციას შეწყვეტთ,
უფრო ცუდად ხართ და არ აქვს მნიშვნელობა მასთან იქნებით თუ არ ხართ მასთან, მაინც მასზე ფიქრობთ და აზრი არ აქვს, მას გონებით ვერ ტოვებთ და ცხოვრებას თავიდან ვერ იწყებთ და რაღაც ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში არ მოდის, სანამ ეს ადამიანი თქვენს გულში, თქვენს გონებაში არსებობს. ეს არის ესეთი გამოთქმა, სიყვარულით მოვიწამლეო, ხშირად მსმენია ხოლმე ჩივიან ჩემთან. სიყვარულით მოწამლა არის უფრო იმ შემთხვევაში გამოყენებული ფრაზა, როდესაც პარტნიორთან სრულყოფილ ბედნიერებას და ჰარმონიას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ მის გარეშე არ შეგვიძლია და ძალიან მტკივნეული ან ტოქსიკური ურთიერთობა ყალიბდება ორ დასრულ პიროვნებას შორის. თქვენ აქ ინიციატივებით იმ კუთხით შემოიფარგლებით, რომ დრო და დრო შეიძლება მასთან ცივდებოდეთ, კატეგორიული და მომთხოვნი ხდებოდეთ, მაგრამ ეს მოთხოვნილებები თქვენთვის სასურველ შედეგამდე არ მიდის და ვერც ამ პიროვნებას ვერ ტოვებთ. აპირებს თუ არა ეს პიროვნება ურთიერთობის განვითარებას. აქ მოდის ორი ინფორმაცია, თუ ეს პიროვნება არის დაოჯახებული და სამკუთხედი ხდება თქვენ შორის. პიროვნებას სურს ბალანსის შენარჩუნება და თქვენი ხელიდან გაშვება მიუხედავად იმისა, რომ რაიმე ცვლილებების შემოტანას თავის დღევანდელ ურთიერთობაში, პარალელურ ურთიერთობაში არ გეგმავს, უნდა რომ თქვენც მის გვერდით იყოთ და რამენაირად შეგინარჩუნოთ და ისევ რაღაცნაირად დააბალანსოს ეს სიტუაცია. ეს ეხება მათ, ვინც არის სამკუთხედში და ეს პიროვნება არის დაოჯახებული. თქვენზე აქვს ამ პიროვნებას ესეთი წარმოდგენა, რომ ეს პიროვნება, ანუ თქვენ ამ პიროვნებისთვის ხართ მისი ადამიანი და ვერ გაგიშვებთ. რატომ აკეთებს ამას? თქვენთან ემოცია, თქვენთან კომფორტია, თქვენთან ბედნიერება, თქვენთან ძალიან კარგია. თქვენთან ყველაფერი ძალიან კარგად არის ხოლმე იქამდე, სანამ თქვენ რაღაც ცვლილებებს მოითხოვთ ან ურთიერთობაში თქვენთვის სასურველ მისაღებ მოთხოვნებს წამოაყენებთ. იქამდე ყველაფერი ძალიან კარგად აქვს ხოლმე ამ პიროვნებას, თქვენთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ანუ აქ მოდის ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებას თქვენთან არანაირი პრობლემა არ აქვს, თქვენ გაქვთ ამ პიროვნებასთან გარკვეული მოთხოვნები და პრობლემები. აქ მაინც მოდის, რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში, ვინც ახლა მიყურებთ, ეს პიროვნება არ არის თავისუფალი ამ ეტაპზე, მაგრამ მათთვის, ვისთვისაც ეს ადამიანი სრულიად თავისუფალი არის, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პიროვნება ძალიან დამოკიდებული არის იმ ოჯახის წევრებზე, იმ ოჯახის წევრების აზრებზე ან გონებრივ მოსაზრებებზე, სადაც ახლა ამ წუთას ცხოვრობს. თუ მათთვის კითხულობთ ტაროს, ვინც საჯარო გაშლა არის და ყველას მინდა რომ ყველა სიტუაციაში შევახოთ, რომ ეს პიროვნება აბსოლუტურად დამოკიდებული არავისი არ არის და ცალკე ცხოვრობს, არაფერი ხელს არ უშლის, აქ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აქ არ ჩქარობდეს პიროვნება ამ თავისი მარტოდ ცხოვრების, ასე ვთქვათ, სილაღის და თავისუფლების შეზღუდვას. მაგრამ ეს არის მცირე აუდიტორიისთვის, რადგან აქ მოდის კაფიო ნიშანი, რომ ამ პიროვნებას ყავს შვილიც და ოჯახიც. აპირებს თუ არა სიტუაციის შეცვლას. აქ ვხედავ, რომ ეს ადამიანი უფრო მეტად შეეცდება თქვენთან კომუნიკაციის შეცვლას და მიდგომებს შეცვლის და ტაქტიკებს. შეეცდება რომ რაღაცაში გაგახაროთ, შეეცდება რომ რაღაცაში ისევ დრო მოიგოს, ვიდრე ახლო პერიოდში ვხედავდი, რომ ეს პიროვნება გეგმავდეს რადიკალური რეფორმების გატარებას თავის ცხოვრებაში. მაგრამ მოდის აქ ამ ადამიანის ძალიან დიდი სურვილი, რომ როგორც აქამდე ვიყავით დაბალანსებულები, ისევ შევნარჩუნდეთ, ყველაფერი ისევ კარგად იყოს ჩვენ შორის, მე შემჭირდები, მინდა შენთან.
და აღარ გვინდა რაღაც კიდევ ჩაღრმავება და სიახლეების შემოტანა ჯერჯერობით მინდა რომ ისევ ესე ვიყოთ და დაბალანსებული პერიოდი შეიძლება ასე ვთქვათ, დრო მოიგოს, რომ ისევ დააბალანსოს თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ გაგიშვებთ თავის ცხოვრებიდან, როგორც ძალიან ბევრჯერ უკვე თქვი დღეს, მაგრამ არც ცვლილებებზე წამოვა თავისი ნებით, იმიტომ რომ ინიციატივები რამდენჯერმე თქვენ გამოხატეთ, ესეც დავინახე, მაგრამ შედეგიანი არ იყო არც ერთი მათგანი, უბრალოდ რაც უფრო შეხედავს ეს ადამიანი, რომ თქვენ რაღაც მომენტში შეიძლება ხასიათი შეგეცვალოთ და ძალიან ცუდად იგრძნოთ თავი, შეიძლება რომ ტაქტიკა შეცვალოს, თქვენი გული ისევ ხელახლა მოიგოს, დაგამშვიდოთ, შეიძლება რამე საჩუქრებითაც მოვიდეს, გაგახაროთ, მაგრამ ის ძერაული პრობლემა ურთიერთობის შეცვლასთან და ასე ვთქვათ, განვითარებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გაწუხებდეთ, ჯერჯერობით ეს პრობლემა უცვლელად რჩება, თუმცა ეს პიროვნება თქვენ ცხოვრებიდან არსად არ წავა. დაგემშვიდობებით, ვისაც რეზონირდა დღევანდელი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ეს გაშლა მათთვის არის. წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.